დღეს უნდა გამოცხადებულიყო ორ საქმეზე განაჩენი. პირველ რიგში გიორგი ახობაძის სისხლის სამართლის საქმეზე ველოდით განაჩენს და გუშინ გვიან ღამით ცნობილი გახდა ჩემთვის, რომ განაჩენის გამოცხადება გადაიდო, მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო სიტყვის უფლებით იქ ბრალდებულმა ისარგებლა და ველოდით უკვე დღეს, რომ გიგაურის პროცესზე, ესე იყო ნავარაუდები, ვინაიდან თვითონ მოსამართლემ გვითხრა, რომ დღეს გამოცხადდებოდა განაჩენი, თუმცა აღმოჩნდა ისე, რომ საბოლოო სიტყვის ეტაპზე გადაიდო და როგორც გიორგი ახობაძის სისხლის სამართლის საქმე, ასევე ანატოლი გიგაურის სისხლის სამართლის საქმე გადაიდო თარიღის გარეშე. ორივე შემთხვევაში შემადგენლობა უნდა დაგვირეკოს და გვითხრას, რომელ თარიღში მოინიშნება მომდევნო პროცესი. გიგაურის საქმე არის განსხვავებული ნაწილობრივ ბევრი სხვა საქმისგან, ვინაიდან აქ მოსამართლემ პირველ რიგში უპირობოდ უნდა დაადგინოს, რომ ან იყო აუცილებელი მოგერიების ფარგლებში განხორციელებული მოქმედება, ან არ იყო. შესაბამისად, უმეტესწილად ძირითადად ორი მიმართულება აქვს მოსამართლეს, ან უნდა გამართლეს ბრალდებული, არ უნდა გაამტყუნოს კონკრეტულ ბრალდებას. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ არის სამართლებრივად გადაკვალიფიცირების შანსი და შესაძლებლობა, მე მაინც ვიხრები იმისკენ, რომ მოსამართლეს აქვს ორი გადაწყვეტილების მიღების საშუალება. ან უნდა გაამართლოს გიგაური, ან უნდა გაამტყუნოს.